ანა ლობჟანიძე, მუშაობ JFK-ის აეროპორტში პირველ ტერმინალის დირექტორად. ამჯერად ვარ ერთადერთი ქართველი, ვინც მუშაობს JFK-ში და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეტი ქართველი მუშაობდეს ჩემთან ერთად. 17 წელიწადში ვიყავი, როცა წავედი ამერიკაში და პირველი 1 წელი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, როცა მეგობრებთან ერთად მინდოდა ყოფნა და უცბად აღმოჩნდი ახალ ქვეყანაში, სადაც არავის არ ვიცნობ და ძალიან რთული იყო. მაგრამ 1 წლის მერე ყველაფერი დაალაგდა ნელ-ნელა. საქართველოში მყავს კარგი მეგობრები. 10 წლის მერე გეტყვი, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა და მინდა წავიდე სამშობლოში და იქ დავასრულო ჩემი ცხოვრება.